საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მომხრეა. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კითხვაზე ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოსახლეობის განწყობა ასე ნაწილდება. დიახ 54.4%, არა 22.3%, პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული 23%. მიღებული შედეგების მიუხედავად პოლიტიკური პარტიები პოზიციებს არ ცვლიან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება კვლავ კატეგორიულად მიუღებელია ნაციონალური მოძრაობისთვის. 54%-ის სურვილი მათთვის ცოტაა. ეს მაჩვენებელი მინიმუმ 70-80 უნდა იყოს, ამბობენ ნაციონალურ მოძრაობაში. ბოიკოტის მომხრეა კოალიცია ცვლილებებისთვისაც. ერთობლივ განცხადებაში კოალიციის წევრები ამბობენ, რომ იმედი აქვთ ყალბი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა დაიხურება და ამ ბრძოლაში ოპოზიცია ერთიანი იქნება. ასე არ ფიქრობენ გახარიას გუნდში, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების სიმართლეში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ და არჩევნებისთვის ოპოზიციური ელექტორატის აბსოლუტურ მობილიზებას გეგმავენ. ჯერ ისევ უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლელო. ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდი კვლავ თემაზე დისკუსიის გახსნის მომხრეა და კოლეგებს დიალოგისთვის ერთი მაგიდის ირგვლივ იწვევს. არჩევნებისთვის მზადებას იწყებს მართველი პარტია. სახელმწიფო გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვებას მოიპოვებენ. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევამ პარტიათა რეიტინგიც გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილზე ქართული ოცნება, შემდეგ კოალიცია ცვლილებებისთვის, მესამე ადგილს ნაციონალური მოძრაობა იკავებს, რომელსაც ლელო და გახარია საქართველოსთვის მოყვება. შეძლებს თუ არა ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებას ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. როდის ჩამოყალიბდება ლელოს პოზიცია და დარჩება თუ არა აქტიური პოლიტიკის მიღმა ნაციონალური მოძრაობა. ღამის კურიერის კითხვებს დღეს ლელო ძლიერი საქართველოდან თაზო დათუნაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან ლევან სანიკიძე, ხოლო მართველი გუნდის პოზიციას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი წარმოგვიდგენს და ის უპასუხებს ასევე ღამის კურიერის კითხვებს. ვიწყებთ ლელოს წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილია ჩვენი პირველი სტუმარი. საღამოშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. და პირველივე კითხვა მინდა ამ კვლევიდან გამომდინარე დაგისვათ თაზო, ამ კვლევისა და ანალიზის. ხო, ინსტიტუტის კვლევის თანახმად მოსახლეობის, ანუ გამოკითხულთა უბრალოდ უმრავლესობა მომხრეა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა სხვათა შორის ამ კვლევებამდე თქვენივე ლიდერები, იგივე ბადრი ჯაფარიძე იყო ამ სტუდიაში, გრიგოლ გეგელია იყო თუ არ ვცდები, ვისთანაც სწორედ იმ კვლევაზე ვსაუბრობდით, რომელიც თქვენ ჩაატარეთ და რის შემდეგაც დაიწყო ლელომ საერთოდ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის თემის განხილვა. ეხლა ეს ახალი კვლევაა, სადაც უნდა ნახეთ, რომ 54% მხარს უჭერს, რატომ არ აქვს ლელოს, მოდით ესე დავსვამ პირველ კითხვას, აქამდე მკაფიო პასუხი თქვენი ამომრჩევლისთვის იღებთ მონაწილეობას თუ არ იღებთ? ანუ რას ელოდება პარტია გადაწყვეტილების მისაღებად? მოგესალმებით, მე სამყურებელს მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, თავისუფლებას ინდისის პატიმრებს, რომლებიც სამწუხაროდ მატულობენ ამ ქვეყანაში და მათი რიცხვი არ იკლებს. მარტივად ვიტყვი, კვლევებთან დაკავშირებით ერთი ტრადიცია მაქვს პოლიტიკურ პროცესში, რომ მე არა ვარ პოლიტიკაში იმისთვის, რომ კვლევების კომენტირება ვაკეთო. კვლევები ყოველთვის მნიშვნელოვანია და საინტერესოა პულსზე ხელის დასადებად, მაგრამ გადაწყვეტილებებს ხო აი ეს მინდოდა გავსვრო, რომ გადაწყვეტილებებს ჩვენ კვლევების მიხედვით არ ვიღებთ, იმიტომ რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური პროცესის მიხედვით მიიღება. პოლიტიკური პროცესი რას გვაჩვენებს ბოლო პერიოდში ამ ქვეყანაში და სად არის ხო ეს პოლიტიკური პროცესი, რომლის რაღაცა უკანასკნელ ნარჩენებს ვხედავთ ამ ქვეყანაში. პოლიტიკური პროცესი არის ლეგალისტური ავტოკრატიის დამყარებაში. ანუ პოლიტიკური მთავარი ინსტრუმენტის საპარლამენტო ბერკეტის გამოყენება დღეს ხდება იმისთვის, რომ მიიღონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას პირველ რიგში, რადგან სუვერენიტეტი ხშირად ნახსენების სიტყვა არის ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს კონსტიტუციაზე დგას, სხვა არაფერი ჩვენ სუვერენიტეტს არ ქმნის და ის კანონები, რომლებსაც იღებს ავტოკრატიის გასამყარებლად მოქმედი ხელისუფლება, ემსახურება ძირითადად ამ კონსტიტუციის და ამ სუვერენიტეტის მოკვლას. ეს კანონები ემსახურება რას, ქალბატონი ნინო? ეს კანონები ემსახურება იმას, რომ თქვენი და ჩემი ძირითადი უფლებები, როგორც არის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ყველა სხვა თავისუფლება, არ ვიცი, ქონების ქონა თუ ასე შემდეგ, ყველა ეს თავისუფლება იქნა შეზღუდული და მოქცეული ისეთ ჩარჩოებში, როგორც ჩარჩოებშიც ასეთ რამეს აქცევს მაგალითად რუსეთი. ნაწილობრივ პასუხისმგებლობას უკაცრავად ამავე თემაზე ჩაგეკითხებით. არ გრძნობს ოპოზიცია, ან იგივე ვთქვათ, ლელო, მოდით თქვენზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ თქვენ თქვით მანდატებზე უარი არ არის იქ ოპოზიცია, ანუ როდესაც მუდმივად საუბრობთ იმაზე,
იმაზე, რომ აი მართველი გუნდი იღებს მარტო გადაწყვეტილებებს, ანუ ხომ არ ყოფილა ამ თემის განხილვა, ხომ არ ფიქრობთ, რომ მაინც შესვლა იყო უკეთესი პოლიტიკური პროცესისთვის, ვიდრე თქვათ მესმის მეკითხებით, მაგრამ ჯერჯერობით საკმაოდ მდგრადი ფსიქიკის ვარ და სტოკჰოლმის სინდრომი არც მე და არც ჩემ კოლეგებს ლელოში არ გვიპყრობს და არა ვართ ამით დაავადებულები. მე არ შეიძლება საკუთარი თავი დავანაშაულო იმაში, რაზეც არავითარი პასუხისმგებლობა არ მაქვს. მე ცალსახად გეტყვით, რომ როდესაც შენ ყავს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აყალბებს და რიცხვებს უბრალოდ წერს ისე როგორც უნდა, თქვენი შეფასებით რა არ გეთანხმებათ მართველი გუნდი და ეს არის გამუდმებით მთელი ცივილიზებული სამყაროს შეფასებით. ქალბატონი, ერთად ჩემი შეფასება თავს დათუნაშვილის, მაგრამ მეორე არის მაგალითად ევროპის პარლამენტის შეფასება, ევროპის კავშირის შეფასება, შეერთებული შტატების შეფასება ცალკეული. თუმცა იმავე ევროპარლამენტის რეზოლუციაში და იგივე ევროპარლამენტარები გეუბნებიან ოპოზიციას, რომ არ არის სხვა რამე სვამობ, რომ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ნუ რახან თვითმმართველობაზე ვსაუბრობთ. ეგეთ რაღაცა იქ არ წერია, მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვა, ჯერ ეს ნაწილი ამოვწურო და შემდეგ გადავიდეთ რეზოლუციაზე. თქვენის ნებართვით. შეხედეთ რა არის პრობლემა. ხო, სტოკჰოლმის სინდრომის პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი აკარებს ავტოკრატიას ამ ქვეყანაში. შესაბამისად, პარლამენტში შესვლა ნიშნავდა აი ამ რეჟიმი, რომელიც ამას იზამდა იმ შემთხვევაშიც, თუ მას ლეგიტიმაციას მივცემდით პარლამენტში შესვლით, არავითარი გარანტია არ გაქვთ არც თქვენ და არც მე, ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოიქცეოდა ეს პოლიტიკური რეჟიმი. შესაბამისად, მე ვერავითარ პასუხისმგებლობას ამ საკითხზე ვერ ავიღებ. მესმის, თუმცა ამავე ამ ქვეყანის რუსეთიზაცია შემდეგზე თუ ხელისუფლება ამყარებს ამ ქვეყანაში რუსული ტიპის ავტოკრატიას და ამ ქვეყანას აყენებს რუსული ინტერესების სამსახურში, ამას უნდა ვებრძოლოთ ყველა მეთოდით და არა პარლამენტში შესვლით. და საზოგადოებამ დააფასა ის, რომ ეს პოლიტიკური ვითარება არ მოხდა ლეგალიზებული პოლიტიკური პარტიების მიერ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არაფრად არ ცნობენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ამაზე მე მგონი ვერ ვიდავებთ, არ ვიდავებთ, იმიტომ რომ ეს ცალსახა ფაქტი არის. ამიტომ ამით მივალ ახლა არჩევნებამდე. საკრებულოში შესვლაზე მაშინ რატო დაიწყეთ ფიქრი? არ დაგვიწყეს საკრებულოში შესვლაზე ფიქრი და მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ტელემაყურებელს ეს ცალსახად გაუმარტოთ. ლელო არ ამბობს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის საკრებულოებში შესვლა და იქ რაღაცა მანდატების მოგროვება და ამ პოლიტიკურ პროცესში შესვლა. არა, მეგობრებო, ჩვენი მიზანი არის, რომ პირველ რიგში მოუწოდოთ ჩვენს კოლეგებს და მოუწოდებთ, ვიცით, რომ ჩვენ რამოდენიმე თვეა ხელისუფლების მიერ შემოგდებულ და პროპაგანდის მიერ შემოგდებულ ამ თემაზე. გვაქვს ძალიან მარტივი რეაქცია, ჩვენ არ შევდივართ ამ თემაში, იმიტომ რომ მიგვეჭდა, რომ ეს თემა არ იყო საინტერესო, ეს თემა აწყობდა მხოლოდ ნიშნულს და მას არა, ღალატი არ იყო. არა, მოდი ტერმინს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს თქვენ ვიამბობთ, ეხლა ვიპოვია ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს მეგონი ერთნაირად გვესმის. თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის იმ ადამიანების ღალატი, რომლებიც ციხეში არიან და ახალ არჩევნებს ითხოვენ. მამუკა ხაზარაც. ხავტუნი, შეხედეთ თქვენი პროფესიისთვისაც და თქვენი ლიდერი უწოდებდა უბრალოდ ღალატს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტყვებს შესაბამისი შინაარსი მივცეთ. ლეონი დღეს მე გეტყვით აქ მაშინ, იმიტომ გითხარით უბრალოდ თქვენი ლიდერი მაგალითად. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ნამდვილად ამ ნათქვამს. ციტატა წავიდეთ. მოდი მე და თქვენ ვისაუბროთ ახლა. საუბრობთ, თქვენი ლიდერი. მნიშვნელოვანია, რომ მე და თქვენ ვისაუბროთ. კი, რა თქმა უნდა, გისმენთ. შეხედეთ რაში არის საქმე. თვითმმართველობის არჩევნებზე ქონდა ძალიან მარტივი პროცესი. ამაზე არ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ეს აწყობდა მხოლოდ ივანიშვილს. როდესაც მოვიდა რეალურად მომენტი კალენდრულად, როცა ამაზე ვილაპარაკოთ, ჩვენ ძალიან ღიად და პირდაპირ ჩვენ კოლეგებს უთხარით, რომ მოდი ვიმსჯელოთ იმაზე. შეიძლება თუ არა თვითმმართველობის გამოყენება, ამ არჩევნების გამოყენება ინსტრუმენტად იმ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ. და ეს ბრძოლა არის მრავალ წახნაგოვანი. 200 დღეა ქუჩაში ჩვენი და თქვენი თანამოქალაქეები დგანან, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რუსული მმართველობა მყარდება. თქვენ და ჩემი თანამოქალაქეები ქუჩაში დგანან, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, სადაც გამოხატვის თავისუფლება აღარ არსებობს. დგანან ქუჩაში, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, სადაც 700,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია. დგანან ქუჩაში, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ყოფა უბრალოდ შეუძლებელია და შეუძლებელია რომ დაგედგომებოდეს. ამის მაგალითი არის ის, რომ მილიონზე მეტმა ადამიანმა ეს ქვეყანა დატოვა ქალბატონი ნინო 10 წლის მანძილზე და ქვეყნები, სადაც ყველაფერი კარგად მიდის, როგორც ამას სახელმწიფო პროპაგანდა და თავის ხელისუფლება ამბობს, ამ ქვეყნებიდან მილიონზე მეტი ადამიანი არ გარბის, ხო? პროპორციულად საქართველოსთვის მილიონზე მეტი არ, მე არ ვიცი ასეთი პროტესტი ჩვენსაც გვინახავს, საქართველოს ისტორიაში მე ეგეთი პროტესტი არ მახსოვს. შეხედე რას ვამბობ, ამ პროტესტის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს თუ არა თვითმმართველობის არჩევნები იმისთვის, რომ მეტი ადამიანი, რომელიც დღეს ჩვენ
ამაზე აუცილებლად გასაუბრებ ზუსტად ეს არის. ამ ფრაზას დავთავრებ, თორემ სხვანაირად ვერ ვიცი. არა, უფრო მეტი მინდოდა მე. კი, მესმის ოღონდ ამ ფრაზას თუ არ ვეთქვი, უბრალოდ მე შინაარს დავკარგავ. მნიშვნელოვანი რა არის შეხედეთ, ჩემი და თქვენი თანამოქალაქეები, რომლებიც აბსოლუტური უმრავლესობა არის მდუმარე დღეს. მდუმარე, იმიტომ რომ ჩვენ მოქალაქეებს ყოველდღე უწევს ბრძოლა შემოსავლისთვის, ქალბატონი ნინო. ჩვენ შეიძლება ეხა პოლიტიკანურ საკითხებზე და გახაზგასმით ამას არა პოლიტიკურ, არა პოლიტიკანურ საკითხებს. ვეძახით ეხა რაღაცა იწილო-ბიწილო, ვინ შევა, ვინ არ შევა, ვინ ის თავისუფლება და ვინ არ მესმის რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ დამიჯერეთ რომ თქვენი მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი არის ხვალ რა უნდა აჭამოს თავის შვილებს, შემოსავლისთვის იბრძვის. ქართველი კაცის ყველაზე თქვენმა პარტიამ დაიწყო მკითხველობაზე და ამიტომ ვსაუბრობ ბატონო თაზო. თორე მესმის თქვენ ასე ვთქვით რომ გიფასოთ ამ კითხვას ოღონდ არა პირდაპირ და არა ბანკალურად. ხო, არა, მე მაინტერესებს რომ ჩემს სამომრჩეველს და თქვენ მაყურებელს ველაპარაკო, რომელსაც ეხა თქვენს რო გიყურებთ, ერთი რამე უტრელებთ თავში, ხვალ თავის შვილებს რა უნდა აჭამოს. ზეგ როგორ უნდა მოაწყოს უნივერსიტეტში, როგორ უნდა იცხოვროს მომავალში, ეს ადარდებს და სამწუხაროდ ამის იქით ბევრ რამეზე ვერ ფიქრობთ. ამიტომ არის მდუმარე უმრავლესობა იქ სადაც არის. ამ პრობლემების მოგვარებაზე ბატონო თაზო. ხო და მან მივიდოა ფორმით უნდა ესაუბროს. იგივე პარტია ამომრჩეველს თუ არც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მოგახსენებთ. კი ბატონო, ეგ ისმენთ. მან მივდივარ. ხო მე ხარ უცად მიდიხარ ხო არა მესმის ოღონდ ნუ უნდა დავამთავროაზე. ჩემი პარტია თავის ამომრჩეველს და არა მარტო თავის ამომრჩეველს ამ თემაზე ელაპარაკება ყოველთვის და ყოველდღე და დამიჯერეთ რომ დღევანდელ სამყაროში ნამდვილად არ არის საჭირო არჩევნების იარლიყი მიირთყა რამეზე ან არ მიირთყა იმისთვის რომ ამომრჩეველს ელაპარაკოთ ეგ არ არის თვითმიზანი. თვითმიზანი არის გამოვიყენეთ თუ არა ეს არჩევნები პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად რეჟიმის წინააღმდეგ რომელსაც ამ ქვეყანაში შემოყავს 200 წლის თავზე უკან რუსეთი ქალბატონინო. ძალიან მარტივია. ვიყენებთ ამ ინსტრუმენტს ბრძოლის, თუ არ ვიყენებთ. აზრი როდის აქვს ამ ინსტრუმენტის გამოყენებას ქალბატონინო? მაშინ, როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია დგება ერთად, თქვენც როგორც მე წაიკითხეთ ეს კვლევა და დაინახეთ იმ კვლევაში გამოტანილი დასკვნა, რომ თუ ოპოზიციური ძალები ერთ მუშტად იკვრებიან დიდი ქალაქების შემთხვევაში, სადაც ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს ქართულ ოცნებას, არის იმის შანსი, რომ რეალური ცვლილება მოხდეს. არის ამის შანსი, მიუხედავად იმ ბინძურესი პოლიტიკური გარემოსი, რომელიც ამ ქვეყანაში არის ქალბატონინო. ძალიან მძიმე პოლიტიკური გარემოსი. შეხედეთ, მე არ ვიცი თქვენ რამდენად კარგად იცნობთ საარჩევნო კოდექსს, მაგრამ საარჩევნო კოდექსში ის ცვლილებები, რომელიც ბოლოს შეტანილი იქნა, ფაქტიურად შეუძლებელს ხდის საერთაშორისო დაკვირვებას ან ადგილობრივ დაკვირვებას ამ არჩევნებზე სრულფასოვნად. ამ პირობებში ახლა თქვენ რეალურად მიგაჩნიათ რომ ეს ჩვენ ამას უყურებთ მარტო როგორც არჩევნებს? არა. ამ პირობებში ჩვენ ამას უყურებთ როგორც ბრძოლის ველს. ღირს თუ არა ამ ბრძოლის ველის გამოყენება. ლელო არის საქართველოს ლელოს ინტერესები, ლელოს პოლიტიკური ინტერესები გამომდინარეობს საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად ჩვენ ვიმოქმედებთ, აი მარტივად ვიტყვი რა და მე მგონი ამოვწურავთ ამ საკითხს და მოვახერხებთ რომ სხვა თემებზე ვილაპარაკოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მოქალაქეების მთავარი ინტერესი რომ ეს ქვეყანა არ აღმოჩნდეს რუსეთის საფარქვეშ და ეს ქვეყანა ისე როგორც თქვენ და მე გვინდა დასავლურ რელსებზე დაუბრუნდეს, იმიტომ რომ ეს ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია. ქალბატონინო, დარწმუნებული ვარ, რომ მე და თქვენ ამაზე ნალაპარაკები არ არის ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია. ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია შეგიძლიათ ყოველ დილით იხილოთ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგებში რა არის დასავლეთთან ხელისუფლების პოლიტიკა. ეს ახლა რაღაცა მოდი თვალთმაქცობით ნუ დავკავდებით პოლიტიკურ სივრცეში, როდესაც ჩვენ 100,000 ადამიანი გვიყურებს, ხო ვერ მოვატყუებთ ჩვენ თავებს. ის რა დამოკიდებულება აქვს ამ ხელისუფლებას დასავლეთთან, ყოველ დილით თუ ვინმეს დაავიწყდება, შეუძლია ნახოს ხოლმე რა სისულელე სიტყვის შალვა პაპუაშვილი და ამის მიხედვით დაუბრუნდება რეალობას, ხო? რეალურად ეს ხელისუფლება არის ანტიდასავლურად განწყობილი. თქვენ როგორც ვიცი, ისევე როგორც მე, არ გინდათ ეს არა, ეს კრიტიკა არ არის. შეხედეთ, არა, მარტივად დავსვათ ეს საკითხი. კრიტიკა კი არ არის ეს არ არის ჩვეულებრივი კრიტიკა. ეს არის ფუნდამენტური კურსის ცვლილება, რომელი კურსის ცვლილებაც მე მგონი არც თქვენ არ გინდათ და არც მე არ მინდა. მე ხო ამისთვის ვიბრძვი, რომ ის ინტერესი რაც თქვენ გაქვთ. რაც კონსტიტუციაში მიწევრია. რომ დასავლეთისკენ გვინდა. ხო, ოღონდ ეხა დიდი ხანი ხო არ მოვატყუებთ ჩვენს მაყურებელს, ჩემს ამომრჩეველს, თქვენ მაყურებელს, რომ ეს ხელისუფლებაც ამ გზაზე მიდის, ოღონდ რაღაცა სხვა ფორმით, ამაყად და წელში გამართული. ეს არის ხელისუფლება, ქალბატონინო, ეხა მოდი რეალობას თვალი გავუსწროთ. მესმის რომ ბევრჯერ გაგიგიათ, მაგრამ ეს ხო არის ხელისუფლება, რომელიც 28 ნოემბერს მე ხო რამე არ მეჩვენება, თუ მეჩვენება დამედასტურეთ რომ რაღაცა მეშლება. 28 ნოემბერს 2024 წლის თქვა რომ მათი მანდატის განმავლობაში სანამ ისინი
ხელისუფლებაში არიან ამ არჩევნების გაყალბებით და უზურპაციით 28 წლამდე მე ღმერთმა უწყის ხო ვინ იქნება ამ ქვეყნის ხელისუფლება ჩვენ ევროპას არ დაველაპარაკებითო და როგორ შეიძლება ეხლა ტოლობის ნიშანი დასვა მაგალითად თქვენსა და ჩემს შორის ვისაც გვინდა ევროპა გულწრფელად და იმ ხალხს შორის რომელიც ყოველდღე ევროპას აგინებს რომელიც მთავარი პროპაგანდის ინსტრუმენტი ლაპარაკობს რომ და მათი პოლიტიკური სახეები ლაპარაკობენ რომ თურმე deep state მართავს ევროკავშირს და ბრიუსელის ბიუროკრატიად მოიხსენიებს და ანგლოსაქსებად და ბოლშევიკების და ბრეჟნევის ნომენკლატურის ტერმინოლოგიას ხარობს დასავლეთთან მიმართებაში როგორ შეიძლება რომ თქვენსა და მათ შორის ტოლობის ნიშანი დასვა ეგ ხარ შეიძლება ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მაყურებელს გავუმარტოთ ამიტომ ჩვენ ამ ინტერესებიდან გამომდინარე შეესთავაზეთ პარტიებს ამ თემის საჯაროდ მოქმედებს ხოლმე კი ბატონო მაგრამ ამის შემდეგ არის მოთხოვნა რომ დასხდეთ დახურულ ფორმატში ჩვენი თხოვნა ეს არის რომ დავждეთ და დავილაპარაკოთ და დავილაპარაკებთ აუცილებლად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე მჯერა ჩემი არა არ ხდება მაგრამ მე მაინც მჯერა იმისი რომ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა იმდენად მნიშვნელოვანია რომ ამას აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ძალა ისევე გაითავისებს როგორც ეს ლელოში გავითავისეთ იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი ამოცანა ქალბატონი შეხედეთ ამ ფაზას დავამთავრებ შეხედეთ ჩვენი თავარი ამოცანა ის კი არ არის რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ ან არ მივიღოთ ქართული ხალხის დაკვეთა შევასრულოთ ხელისუფლება შევცვალოთ და ერთობა ვაჩვენოთ ამიტომ ერთობას ვაჩვენოთ ბოდიში ვერ გავიგებ არა კოლეგების ჩანს მეთქი რომ უმრავლესობას ოპოზიციური ამომრჩეველი სურს რომ არჩევნებში მიიღოს მათ შორის ეგეც მნიშვნელოვანია ამიტომ პოლიტიკური აქტორები სულო და ამიტომ არა კოლეგები უბრალოდ ასახავს პოლიტიკურ რეალობას ჩვენ ვქნით და გამოკითხულთა რაღაცა განწყობას და თქვენ ჟურნალისტები მე მაგ ერთი კითხვა თქვენმა ლიდერმა თქვა რომ დამოუკიდებლად ანუ სხვების ისტერიკას მამუკა ხაზარაძის გულისხმობს სხვების ისტერიკას არ აუყვებით ლელო მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებასო ჯერჯერობით არ ხდებიან სხვა პარტიები რომ დასხდეთ ან არ დასხდეთ ეს არ არის იმდენად საინტერესო რამდენადაც თუ კი არც ერთმა კოალიციამ იმიტომ თქვენ ამბობთ რომ თუ ერთიანი იქნება ოპოზიცია ამ შემთხვევაში აქვს შანსი ოპოზიციას დიდ ქალაქებში მაინც რაღაცა რომელიმე ქალაქი მოუგოს თქვა ხელისუფლებას რომელიმე არა ყველა დიდი ქალაქი თუნდაც ყველა დიდი ქალაქი ვთქვათ არ მიუხედავად იმისა ვთქვათ არ თანხდება არც ერთი კოალიცია რომელსაც თქვენ მიიჩნევთ რომ ერთიანობა ამას ქვია იმიტომ რომ უკვე ცნობილია ორი პარტია რომელიც იღებს ხო თვითმმართველობაში ანუ ერთიანობა უკვე არ არსებობს ძალიან მალე იხილავთ როგორ მოქმედებს კოალიციების ერთიანობა არა მე მკითხვა მაგრამ მაინტერესებს მიიღებს თუ არა ლელო დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობას ჩვენ ვიმოქმედებთ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვიმოქმედებთ ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ქართულ საზოგადოებას დღეს ერთი ინტერესი აქვს. ამ ხელისუფლებას მოაშოროს ხალხი, რომელიც მოღალატეობრივად ამ ქვეყანას მეაქანებს რუსეთში, ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. მე მგონი თქვენ ისევე როგორც მე, ეს გვინდა ხო, რომ ამ ქვეყნის ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები არ არიან, რომელიც დაუბრუნდება ევროკავშირის სელსებს, რომელშიც ეკონომიკური განვითარება იქნება ჩვეულებრივი ყოველდღიურობა და არა ის ტყუილი, რომელშიც და ერთხელ და სამუდამოდ ქართული ადამიანი ამოისუნთქავს და დადგება სწორი განვითარების გზაზე. ეს არის ჩვენი მიზანი. ამ დისკუსიების ბოლოს რატომ არ საუბრობთ? არა მართლა პოლიტიკური პროცესი მაინტერესებს როგორ მიდის თვითმმართველობის არჩევნებისკენ, ამიტომ ვკითხავ. ვინც მონაწილეობს? რატო არ ესაუბრებით იმ პარტიებს? ყველასთან ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და საუკეთესო შედეგით გამოვაქვს. ანუ რომ გახარია გიჩეს ცნობილია და არ გისაუბრებთ. როდის თარიღს კი არ გეკითხებით, ახლოვდება არჩევნები და როგორ გეგმავთ ამ გადაწყვეტილების არ დაზიანდება საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესები. თქვენ წინა კითხვას უპასუხებ, იმიტომ რომ იგივე შინაარსის იყო და გეტყვით რომ მამუკა ხაზარაძემ ის თქვა, რაც აბსოლუტური რეალობა. ლელო ყოველთვის გადაწყვეტილებებს იღებდა დამოუკიდებლად და ლელო ყოველთვის თავის გადაწყვეტილებებს იღებდა ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან. ახლაც ესე იქნება. ახლაც ისე მოხდება, როგორც ეს არის საჭირო, როგორც აქამდე სწორად გვიკეთებია, ისე სწორი ნაბიჯს გადავდგათ ახლა. ვიღაცები შემოვლენა დისკუსიაში, ვიღაცები არ შემოვლენა დისკუსიაში. ეს არ არის ჩამოყალიბება, ეგ არ არის აბსოლუტურად არასწორი ტერმინი მგონია, ჩემი დიდი პატრიოტიზმის არასწორი ტერმინი მგონია. არა, უბრალოდ ხო მე ხასუცლობ ეგ ტერმინის არასწორი შეფასება იმ რეალობისა, რომელშიც ვარ. ამიტომ ჩვენ ვსჯელობთ ამ პოზიციაზე სხვებთან
იგივე სწორი ხო არა, ჩამოყალიბება არ მგონია უბრალოდ სწორი ფორმა იყოს ამ ვითარებაზე საუბრის. გადაწყვეტილების არ მიიღება, როგორც გინდათ მიიღეთ უბრალოდ. მივიღებთ იმ მომენტში, როდესაც ეს მომენტი ოპოზიციურ ველს, იმიტომ რომ თქვენივე კოლეგებმა თქვენს რომ ეს არის რაღაცა ამორალური, ეს არის თქვენივე ოპოზიციურ კოლეგებს გულისხმობთ. ხო, არა, მე ამ დისკუსიაში არ შევდივარ ქალბატონი ნინო, იმიტომ რომ მე მყავს ოპონენტი. ეს ოპონენტი არის ქართული ხალხის მტერი. ამ ოპონენტმა ეს ქვეყანა დააბრუნა რუსულ რელსებზე. ეს ოპონენტი ეხა ამ ქვეყანაში აწარმოებს ჩვეულებრივ რუსულ რევანშს. ამიტომ ამ ოპონენტს ველაპარაკები ყოველთვის ფოკუსის გასწორების პრობლემა არასდროს ცხოვრებაში არ მქონია და არც ეხლა არ მექნება. მე მესმის განსხვავებები, მე მესმის დისკუსიაში ვიღაც აღელვება ან ზედმეტი ემოციურობა, პატივს ვცემ აბსოლუტურად ყველა ჩემი თანამებრძოლის, კოლეგის, მეგობრის ბრძოლას, რომელიც ამ 200 დღის მანძილზე გამოვიარეთ ერთად. ჩემი პარტია და ჩემი თანამებრძოლები და მე ყოველთვის იქ ვიყავით, სადაც საჭირო იყო ამ ბრძოლაში და ასე გაგრძელდება. ეს აქ რო არავის რაიმე მეორე კითხვა არ ქონდეს. ყოველთვის ფოკუსი გასწორდება იმაზე, რომ ამ ქვეყნის მტერი არის ივანიშვილი. ივანიშვილი უთხრის ძირს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას და ამ ადამიანს და ამ პოლიტიკურ ძალას უნდა ვებრძოლოთ. წერტილი როგორც ერთი ჩემი კოლეგა იყო და პოლიტიკური ოპოზიციიდან. პარტიების რეიტინგის მიხედვით, ამ კვლევის მიხედვით, თუ გნებავთ არჩევნების შედეგების მიხედვით, რომელსაც თქვენ არ აღიარებთ, მოკლედ რა შედეგით თქვა არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ყველა შედეგით მეოთხე ადგილზე. ჩვენ არ აღიარებთ არა არჩევნები გაყალბებული იყო და შედეგს და თუ მეტის მოლოდინი გაქვთ, თუნდაც არჩევნებზე თუ კი მიიღებთ მონაწილეობას და უნდა დავასრულო, გავიდა 20 წუთი უკვე ჩვენი საეთერო დრო და უნდა ჩავთო შემდეგი სტუმარი, მაგრამ თქვენ ამ ქალაქებს არ გამოვიდა ეს ერთიანობა და ლელო მიიღო გადაწყვეტილება. ელით იმ შედეგს, რომ თქვა თქვენი გირჩი და გახარიათ, რაც ჯერ კიდევ უფრო კონტურებში ჩანს, რომ მონაწილეობას 2012 წელს, როდესაც ქართულ ოცნებას პირველად ხმა მივეცი, ველოდი რომ ამ ქვეყანაში პირველად ვცვლიდით ხელისუფლებას დემოკრატიული ტრანზიციის გზით და ველოდი რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდებოდა დასავლური ტიპის დემოკრატია, მაგრამ ისე როგორც თქვენ და მე და ყველას ეს იმედი გაგვიცრუდა. დღეს არა ვართ ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დემოკრატიული ტრანზიციის გზით მარტივად ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად რუსული ჩეჩნური მეთოდებით, აი კადიროვისეული ჩეჩნური მეთოდებით ებრძვის თავის საზოგადოებას, ზღუდავს თავისი მოქალაქეების უფლებებს. მე მეგონა რომ 2012 წლის მერე საერთოდ რატო უშევთ შეიძლება რომ აი უბრალოდ აი ამ კითხვაზე პასუხი მინდა გაგცეთ და დავასრულებ. კი, დავასრულებ. შეხედეთ თან ვასრულებთ და თუ ხელშეუშვით ეს უბრალოდ არც ვერ გამოვიტანთ იქიდან ასე რომ. მე მინდოდა 2012 წელს რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ძალადობა სისტემური ხელისუფლების მხრიდან დასრულებულიყო, მაგრამ ვერც თქვენ ადამიანი რომელიც მუშაობს არხზე, რომელიც მეტნაკლებად განწყობილია უფრო სახელმწიფო მხარეს და ვერც მე რომელიც აბსოლუტურად ოპოზიციური განწყობილი ვარ, ერთმანეთს საკამათო არაფერი არ გვაქვს იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც ძალადობრივია, ისე როგორც იყო წინა ხელისუფლება. არა, ვერ დაგეთანხმებით, რაზე საკამათო შეიძლება ეხა არ დამეთანხმოთ, მაგრამ მე მგონია რომ კი არა, შესაძლოა თავბრალო ვცდილობ რომ თქვენი პოზიცია დავინახო. არა, ჟურნალისტის როლის ნაწილი არის თქვენ ამ საზოგადოების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პროევროპულ კურსს მათ შორის გამოხატავთ თქვენს პროფესიაში და თქვენი პოლიტიკური შეხედულება და პროფესიული მიდგომა ერთმანეთისგან შორს არ არის დამიჯერეთ ამაში მენდეთ. რაც შეეხება იმას, თუ რას ველოდი, ხო, ველოდი აი ამ ცვლილებს, ველოდი იმას, რომ ძალადობრივი არ იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის შემდგომი რეჟიმი, ველოდი იმას, რომ არჩევნები აღარ გაყალყდებოდა, ველოდი იმას, რომ ეხა ევროკავშირში შევიდოდით, ველოდი იმას, რომ საქართველოს უკრაინის მხარდამჭერი იქნებოდა. ბევრ ამას ველოდი, მაგრამ ყველა იმედი გამიცრუა ქართულმა ოცნებამ, რომელსაც ხმას ვაძლევდი რაღაცა პერიოდამდე და სხვათა შორის მეც. ისევე როგორც ამ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეს იმედები გაგვიცრუა გავრილოვიჩ ასვას კამში ასე შემდეგ. ამიტომ ეხლა მიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ჩემი მოლოდინებზე კი აღარ იყოს, არამედ რეალურად დადგეს თითოეული ქართველის, ყველა იმ მესამე ბავშვის, რომელიც დღეს ფაქტიურად ჩიმშილის ზღვარზე ცხოვრობს, ყველა იმ 800,000 პენსიონერის, რომელიც მიზერულ პენსიაზე ცხოვრობს, ქალბატონი ნინო. ყველა იმ 700,000 სოციალურად დაუცველის, რომელსაც აშინებენ იმით, რომ ამას გაგიუქმებ, მე თუ ხმას არ მომწემო, ყველა მათი ინტერესი დავიცვა, ყველას გვერდით დავდგე, ყველა საჯარო მოხელის, რომელსაც სამსახურიდან უშვებენ პოლიტიკური შეხედულებების გამო, ყველას წამებული ადამიანის, რომელიც პოლიციური წამების მსხვერპლი იყო დეკემბრის თვეში და მათი წამებლები დღეს დასჯილები კი არა, საერთოდ ერთი საქმეც არ არის აღძილი, ყველა ამ ადამიანის ინტერესის გამტარი ვიყო, რომელიც საქართველოს ხმის და რომელსაც ებრძვის ივანიშვილი. ამის გზა არის
ბრძოლა. ამ ბრძოლას როგორი ფორმა ექნება, ამ ბრძოლას როგორი ფორმა ექნება დამატებით კიდევ, ამას ვიხილავთ. შეიძლება ეს ესე იყოს, შეიძლება არ იყოს, მაგრამ მე და ჩემი თანამებრძოლები ვიდგებით იქ, სადაც საქართველოა, რომელსაც დღეს ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი. დიდი მადლობა, რომ პასუხობდით ღამის კურიერის კითხვებს. თაზო დადონაშვილი ლელოდან იყო ჩვენი სტუმარი და